ამ შაბათ-კვირას იორდანიაში 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, როდესაც ირანმა იქ ASHS-ის ძალებზე იერიში მიიტანა. ერთი დაკარგულია და რამდენიმე დაშავებულია. რადგან ახლო აღმოსავლეთში ომი სულ უფრო მძაფრდება, ბევრს ერთი და იგივე კითხვა უჩნდება. რატომ არის ASHS-ში ასე ძლიერ ჩართული რეგიონში, რომელიც სახლიდან 7000 მილის დაშორებითაა? უკვე თითქმის 80 წელია ამერიკის პრეზიდენტები ორივე პარტიიდან ინარჩუნებენ ჯარს ახლო აღმოსავლეთში და ყველა მათგანი დაახლოებით ერთსა და იმავე არგუმენტს იშველიებს. სტაბილური, ამერიკასთან დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთი. აუცილებელია ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის შიდა ეკონომიკისთვის. ამის მიზეზები რამდენიმეა. ნავთობი, რომელზეც მთელი გლობალური ეკონომიკა არის დამოკიდებული, მეტოქეები, რომელთა შეჩერებასაც ამერიკა უკვე 80 წელია ცდილობს, და ახლა ტერორისტული ქსელები, რომლებიც ერთი ქვეყნის საზღვრებში აღარ რჩებიან. მაგრამ ეს ისტორია სინამდვილეში არ იწყება მაშინ, როცა ტრამპმა ირანთან ომი გამოაცხადა. ის იწყება 1945 წელს სამხედრო გემზე ხელის ჩამორთმევით. მოგესალმებით JNS TV-ზე ამირ ქეშოსთან ერთად. ჩვენ თავიდან დავიწყებთ. ეხლა 1945 წლის თებერვალია. მეორე მსოფლიო ომი ევროპაში ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ უკვე დასასრულს უახლოვდება. ომი 82 დღეში დასრულდება და პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ახლახან გაატარა რამდენიმე დღე სტალინთან და ჩერჩილთან ერთად, რათა გადაეწყვიტათ, როგორი იქნებოდა მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი. სახლში დაბრუნების გზაზე ის ჩერდება სუეცის არხთან და ხდება მეფეს, რომელსაც ამერიკაში ჯერ კიდევ არავინ იცნობს. იბნ საუდს, საუდის არაბეთის დამფუძნებელს. 1945 წელია. ახლო აღმოსავლეთი ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით და ასე არც კიდევ დიდხანს იარსებებს. ამ დროს ამერიკელი ოფიციალური პირები ნამდვილად შეშფოთებულები არიან, რომ ამერიკის ნავთობის წარმოება ერთ თაობაში ამოიწურება. და ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც საკმარისი ნავთობის მარაგია, სწორედ ამ მეფის სამეფოს ქვეშაა. ასე რომ ეს ორი კაცი შეთანხმდებიან. ეს ოფიციალური შეთანხმება არ არის. ეს უბრალოდ ურთიერთგაგებაა, ხელის ჩამორთმევა. ამერიკა დაიცავს საუდის არაბეთს, ხოლო სანაცვლოდ ამერიკულ კომპანიებს ექნებათ საიმედო ცდომა მის ქვეშ არსებულ ნავთობზე. ერთი წლის შემდეგ ეს შეთანხმება ფიზიკურ სახეს იღებს. ASHS-ში საუდის არაბეთში აეროდრომს აშენებს. იმ დროს ეს თითქმის უმნიშვნელოდ გამოიყურება, უბრალოდ მარაგების შევსების პუნქტია. მაგრამ ეს არის პირველი ამერიკული სამხედრო დასაყრდენი თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში. ის ხელის ჩამორთმევა 1945 წლიდან დღემდე ამ ურთიერთობის მთელ საფუძველს წარმოადგენს. საუდის არაბეთს ოფიციალური თავდაცვის ხელშეკრულება არ გაუფორმებია შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არსებობს ეს შეთანხმება, რომ ASHS-ში დაეხმარება ახლო აღმოსავლეთის დაცვაში საჭიროების შემთხვევაში. სანაცვლოდ კი მიიღებს ნავთობსა და რესურსებს და ეს მხოლოდ საუდის არაბეთთან არ არის. ეს მთელ ახლო აღმოსავლეთში ვრცელდება. მაგრამ როგორ გადაიქცა არაოფიციალური შეთანხმება მუდმივ ბაზებად, 10,000-ობით ჯარისკაცად და დოქტრინად, რომელიც ამბობს, რომ ამერიკა ომში ჩაებმება ამ რეგიონის გამო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ქვეყნების მოსახლეობა დასალურ ღირებულებებს კეთილად არ უყურებს. ამისთვის კიდევ ერთი კრიზისი და სრულიად განსხვავებული მტერი იყო საჭირო. 1950-იან წლებში ამერიკის ყველაზე დიდი შიში მსოფლიოში იყო საბჭოთა კავშირი და განსაკუთრებით ის იდეა, რომ კომუნიზმი გავრცელდებოდა. მაგრამ განსაკუთრებით საშიშია, რომ ის არაბულ სამყაროში ისე გავრცელდეს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელდა. მაგრამ ის მოვლენა, რომელმაც ამერიკა ახლო აღმოსავლეთში ჩაითრია, საერთოდაც არ იწყება როგორც ცივი ომის ისტორია. 1946 წელს ეგვიპტის ლიდერი იკავებს სუეცის არხს, საზღვაო მარშრუტს, რომლითაც ახლო აღმოსავლეთის ნავთობის უმეტესობა ევროპაში მიემგზავრება. მანამდე არხს ბრიტანულ-ფრანგული კომპანია მართავდა. ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი პასუხობენ ეგვიპტეში ფარულად შეჭრით, რათა ძალით დაიბრუნონ არხი, რადგან ვისაც ნავთობი აქვს, მას ძალაუფლებაც აქვს. თუმცა ეს ფარულად კეთდება და პრეზიდენტი აიზენჰაუერი გაბრაზებულია, რომ მისმა მოკავშირეებმა არც კი გააფრთხილეს, რომ შეჭრას აპირებდნენ. ეს კი მას ძალიან ცუდად აჩენს. და იმ დროს, როცა ამერიკის ძალაუფლების დემონსტრირება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გადამწყვეტია, ის იყენებს ამერიკულ ზეწოლას, რათა სამივე მათგანი იძულებული გახადოს უკან დაიხიონ. შედეგად ბრიტანეთი და საფრანგეთი ორი ძალა, რომლებიც ამ რეგიონის მართვას თაობების განმავლობაში ახორციელებდნენ, საჯაროდ დამცირდებიან და იძულებულნი არიან ყველა არაბული მთავრობის თვალწინ უკან დაიხიონ. ნასერი ამ ყველაფრიდან გამოდის როგორც ადამიანი, რომელმაც ძველი იმპერიები დაამარცხა და ის თითქმის ერთ ხამეში ხდება გმირი მთელ არაბულ სამყაროში. მაგრამ ნასერის გამარჯვება მხოლოდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს არ აწყენებს. ეს დასავლეთის წინააღმდეგ წასვლას გამარჯვებულ ნაბიჯად წარმოაჩენს, ხოლო საბჭოთა კავშირი მზადაა დააფინანსოს და შეაიარაღოს ყველა, ვინც შემდეგ ამის მცდელობას გადაწყვეტს. აქ იწყება ცივი ომის ნამდვილი შიში. რადგან ბრიტანეთსა და საფრანგეთს აღარ შეუძლიათ დასავლეთის ინტერესების დაცვა რეგიონში, ეიზენჰაუერი შიშობს, რომ ახლა ვაკუუმი შეიქმნა. და რომ ნასერის პოპულარობა და ეს დამცირება საბჭოთა კავშირს გაუადვილებს რეგიონში შემოსვლას და არაბული ნაციონალისტური მოძრაობების მხარდაჭერას. ამიტომ ეიზენჰაუერი გადაწყვეტს, რომ ვიღაცამ უნდა შეავსოს ეს სიცარიელე მანამ, სანამ საბჭოთა კავშირი ამას გააკეთებს და გადაწყვეტს, რომ ეს უნდა იყოს შეერთებული შტატები. 1957 წელს ის მიდის კონგრესში და ითხოვს რაღაცას, რაც არც ერთ პრეზიდენტს ამ რეგიონის მიმართ არასდროს უთხოვია.
წინასწარი ნებართვა, რომ გამოიყენოს ამერიკული ძალა ახლო აღმოსავლეთში ყოველ ჯერზე კრიზისის დროს, კონგრესში დაბრუნების და ხელახლად ხოვნის გარეშე. კონგრესი თანხმობას აცხადებს და ეს ხდება ეიზენჰაუერის დოქტრინა. დოქტრინას სამი ნაწილი აქვს. ამერიკა ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს სურთ. ეს სურთ. ამერიკა სამხედრო დახმარებას და წვრთნას გაუწევს რეგიონში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამას მოითხოვს. და რაც თავარია, ამერიკა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს ნებისმიერი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის დასაცავად, რომელიც დახმარებას ითხოვს შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ იმ ქვეყნისგან, რომელსაც საერთაშორისო კომუნიზმი აკონტროლებს. ის, რა თქმა უნდა, სპეციალურად საბჭოთა კავშირის საფრთხისთვის არის დაწერილი, რადგან დოქტრინის ოფიციალური მიზეზი კომუნიზმის გავრცელების შეჩერებაა. მაგრამ თავდაპირველი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ამ რეგიონში ჩაერთო, ანუ ნავთობი, კვლავ ყველას გონებაშია. მათ ახლახან ნახეს, როგორ დარჩა ევროპა თითქმის საწვავის გარეშე იმ ზამთარს, როცა ეგვიპტემ არხი დახურა და სირიამ კრიზისის დროს მილსადენები გადაკეტა. ამიტომ ცივი ომის რიტორიკის მიღმა გათვლა იგივეა, რაც 1945 წელს იყო. ამერიკა ეხმარება ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და სანაცვლოდ იღებს გარანტიას, რომ რეგიონი ღია დარჩება და ნავთობი განაგრძობს დინებას, რათა ეკონომიკა მუშაობდეს. და ხალხი ამერიკის ვალშია. ამიტომ ისინი მტრების მხარეს ასე სწრაფად არ გადადიან. ეს არის პირველი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტი ოფიციალურად აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი თავად წარმოადგენს ამერიკის სასიცოცხლო ინტერესს, რომლის დასაცავადაც ღირს სამხედრო ძალის გამოყენება და არა უბრალოდ რეგიონი, სადაც ამერიკა მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა იქ რამე ცუდი ხდება. უკვე მომდევნო წელს ეს დაპირება რეალურად გამოცდას გადის. ერაყში მათი პროდასალური მონარქია ძალადობრივად დაამხეს გადატრიალების შედეგად. მეზობელ ლიბანში პრეზიდენტი ამ მოვლენას უყურებს და პანიკაში ვარდება. დარწმუნებულია, რომ შემდეგი ის იქნება. ამიტომ ტელეფონს იღებს და ვაშინგტონს უკავშირდება. აიზენჰაუერი პასუხობს და ამერიკელი საზღვაო ქვეითები ბეირუთის სანაპიროზე დებენ ფეხს. და ახლა იწყება აშშ-ის ჯარების ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი ჩარევის ისტორია. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობს მუდმივი ამერიკული ბაზები, მაგრამ მომდევნო 2 ათწლეულის განმავლობაში ვაშინგტონი მთელ ამ სტრატეგიას პროქსების მეშვეობით ახორციელებს. ის აძლევს იარაღს ირანის შახს. აძლევს იარაღს საუდის არაბეთს. და იდეაც მარტივია. რეგიონულმა მოკავშირეებმა უნდა გააკონტროლონ სპარსეთის ყურე, რომ ამერიკულ ჯარებს ამის გაკეთება არ მოუწიოთ. დაეხმარე მათ და დაიცავი აშშ-ის ინტერესები. თუმცა ეს მთელი გეგმა 1 წელიწადში ინგრევა და ეს წელი არის 1979. პირველ რიგში ირანში რევოლუციის შედეგად შახი გადაყენებულია. ადამიანი, რომელშიც მათ განსაკუთრებულად ბევრი დააბანდეს. ეს ღამეში ირანი ამერიკის უახლოესი მოკავშირიდან რეგიონში მის ყველაზე საშიშ მტრად იქცევა. რევოლუციონერი სტუდენტები შტურმით იღებენ აშშ-ის საელჩოს ირანში და 52 ამერიკელს მძევლად იღებენ. მათ იქ 444 დღის განმავლობაში ამყოფებენ. პირდაპირ ეთერში ყოველ საღამოს ახალ ამბებში აჩვენებენ, მთელი ქვეყანა უყურებს და რეალურად ვერაფერს აკეთებს. შემდეგ, სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, საბჭოთა ტანკები ავღანეთის საზღვარს კვეთენ. ვაშინგტონი მოულოდნელად აღმოჩნდა მტრულად განწყობილი ირანის პირისპირ სპარსეთის ყურის ერთ მხარეს და საბჭოთა ჯარები მეორე მხარეს. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა. მთელი გეგმა, რომ ჩვენი მოკავშირეები მიხედავდნენ ამ საქმეს, უბრალოდ ჩამოიშალა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე, რომელზეც ყველაფერი იყო დამოკიდებული, აღარ არსებობს. შიში მარტივია. თუ საბჭოთა კავშირი ან რადიკალი ისლამისტები სპარსეთის ყურის ნავთობის კონტროლს მოიპოვებენ, მათ შეუძლიათ დასავლეთის ეკონომიკის მართვა და საკუთარი ძალის მნიშვნელოვნად გაძლიერება. ასე რომ 1980 წელს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კონგრესის წინ დგება და აცხადებს, რომ ნებისმიერი გარე ძალა, რომელიც სპარსეთის ყურის კონტროლს შეეცდება, განიხილება როგორც პირდაპირი თავდასხმა თავად შეერთებულ შტატებზე და ამერიკა გამოიყენებს ძალას, თუ ამის შეჩერება დასჭირდება. ეს გამოსვლა ცნობილია როგორც კარტერის დოქტრინა. ის ხდება ამერიკის სპარსეთის ყურის პოლიტიკის საფუძველი მომდევნო 45 წლის განმავლობაში. თუმცა ესეთი დოქტრინა საჭიროებს მექანიზმს, რომელიც მას განახორციელებს. და ასე რომ 3 წელიწადში ამ მექანიზმს ეძლევა სახელი, რომელსაც ამ ამბის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ გაიგონებთ. CENTCOM-ი, ანუ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა, როდესაც CENTCOM-ი 1993 წელს იქმნება, რათა ამ რეგიონში ამერიკის მთელი სამხედრო სტრატეგია მართოს, ისრაელის სინამდვილეში განზრახ გამოტოვებულია მისი რუკიდან. შემდეგი 38 წლის განმავლობაში ისრაელი სრულიად სხვა სარდლობის ქვეშ ექცევა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. როგორც კი CENTCOM-ი იქმნება, მუდმივი ბაზები არჩევითი აღარ არის. თქვენ ვერ შეძლებთ ნებისმიერი საშუალებით შეაჩეროთ შეჭრა შტაბიდან, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. თუ ამერიკა აპირებს ამ დაპირების შესრულებას, მას სჭირდება ასაფრენი ბილიკები, სათვალი და ჯარები, რომლებიც უკვე რეგიონში იქნებიან და მზად იქნებიან დაუყოვნებლივ იმოქმედონ. ასე რომ ბაზების აშენება იწყება, მაგრამ ესეც ასე მარტივი არ არის. ხედავთ, ამ რეგიონში ზოგიერთი ადამიანი არ არის კმაყოფილი უცხოური ჩარევით და ისინი აპირებენ ამერიკას ამისთვის სისხლით აგებინონ პასუხი. პირველი მსხვერპლი 1993 წელს ბეირუთში მოდის. სატვირთო მანქანა სავსე ასაფეთქებელი ნივთიერებებით. პირდაპირ შედის ბარაკებში, სადაც ამერიკელი ჯარების ძინავთ. მათგან უმეტესობა საზღვაო ქვეითია და 241 ამერიკელი სამხედრო რამდენიმე წამში იღუპება. ეს არის ყველაზე სისხლიანი დღე აშშ-ის საზღვაო ქვეითებისთვის, მეორე მსოფლიო ომის ივო ჯიმას შემდეგ.
მხოლოდ წლების შემდეგ გასაიდუმლოებიდან მოხსნილი დაზვერვა პირდაპირ დააკავშირებს აფეთქებას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ეს არის მომენტი, როდესაც ვაშინგტონი იგებს რაღაცას, რასაც ვერასდროს დაივიწყებს. ამ რეგიონს შეუძლია ძლიერად უპასუხოს და ასე იქნება კიდეც. აშტ-ის ინტერესების დაცვა ფასად დაუჯდებათ. ამ ფასისა და ინტერესის ერთმანეთთან შეწონვა მუდმივი განხილვის საგანი იქნება. 4 წლის შემდეგ ჩნდება ახალი საფრთხე. ირანი და ერაყი უკვე ომში არიან ერთმანეთთან და იწყებენ ნავთობის ტანკერებზე თავდასხმას სპარსეთის ყურეში. ნებისმიერი ქვეყნის ტანკერებზე, მათ შორის ნეიტრალური ქვეყნების გემებზე, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ ნავთობის გადაზიდვას, ქუვეითი დაზარავდა და დახმარებისთვის საშშ-ს საზღვაო ძალებს მიმართავს. ამერიკული სამხედრო გემები იწყებენ ქუვეითის ტანკერების ესკორტირებას სპარსეთის ყურეში და ეს ხდება ყველაზე დიდი კონვოის ოპერაცია, რომელიც საშშ-ს საზღვაო ძალებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაუტარებიათ. ირანი პასუხობს და წყალში ნაღმებს აბნევს. ერთ-ერთი მათგანი კი ნაღამ ჩაძირავს ამერიკულ სამხედრო გემს. იმავე კონფლიქტის დასაწყისში ერაყის რაკეტამ უკვე დაარტყა სხვა ამერიკულ გემს, რის შედეგადაც 37 ამერიკელი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო ამ თავდასხმას ბაღდადი მოგვიანებით შეცდომად გამოაცხადებს და ბოდიშს მოიხდის. ოპერაცია ნავთობის დაცვა დაიწყო. ეს სიტუაცია გეცნობათ. რაც ახლა ხდება? არ ცდებითით, მაგრამ მოითმინეთ. იქამდე მივალთ. რადგან შემდეგ ყველაზე დიდი გამოცდა დადგა. სადამ ჰუსეინი 1990 წელს ქუვეითში შეიჭრა. ირანის კატასტროფა რომ ახსოვთ, ამერიკა ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება. ამერიკის პასუხი, უდაბნოს ქარიშხალი, ხდება ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზაცია, რაც ამ რეგიონს უნახავს. და ქუვეითი დაახლოებით 6 კვირაში თავისუფლდება დაახლოებით 158 ამერიკელი სამხედრო დაღუპულით. თანამედროვე ომის სტანდარტებით ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც იყო დაგეგმილი. თუმცა ეს საკმაოდ მაღალი ფასი იყო. ამჯერად კი როცა ომი მთავრდება, ჯარები სახლში აღარ ბრუნდებიან. 1991-დან 1994 წლამდე ამერიკა ქუვეითთან, ბაჰრეინთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ფორმალურ თავდაცვით შეთანხმებებს აწერს ხელს, ერთი შემდეგ მეორეს. ამ ქვეყნებს დახმარება სჭირდებათ. ისინი პატარა ქვეყნები არიან, ბევრი ნავთობის მარაგით და კარგად იციან, რომ ძალიან სწრაფად შეიძლება გახდნენ ოკუპაციის სამიზნე. ერაყმა ეს ქუვეითს გაუკეთა და სხვა ქვეყნებიც ამას ამჩნევენ. მათზე თავდასხმა ახლა ნიშნავს აშშ-ზე თავდასხმას, რაც ბევრად უფრო ძლიერი შემაკავებელია და ეს მათთვის ლოგიკურია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების ბევრი მაცხოვრებლისთვის ეს მათ რელიგიურ წმენებს ღალატად ეჩვენებათ. მუდმივი უცხოელი არამუსლიმი სამხედროების მოწვევა არაბულ და ისლამურ მიწაზე კატეგორიულად მიუღებელია. და სწორედ ამიტომ არ არის იორდანია ზემოთ ჩამოთვლილ სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მათზე ხდება თავდასხმა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც იწყება, რაც სამხედრო ბანაკად იწყება, საბოლოოდ რეალურ ბაზებად იქცევა. თუმცა მათი აშენება უფრო მეტ დროს მოითხოვს. ალუდეიდის ბაზა ყატარში 1996 წელს აშენდა, ხოლო კემპ არიფჯანი მოგვიანებით გაჩნდა. მაინც 1996 წელს საუდის არაბეთში მდებარე ამერიკული სამხედრო საცხოვრებელი კომპლექსის ტერორისტული აფეთქების შემდეგ არმია დარწმუნდა, რომ უფრო დაცული ადგილი სჭირდებოდა, ვიდრე ძველი ქუვეითის ბანაკი. მშენებლობა 1999 წელს იწყება და ამერიკული ტანკები იქ განთავსდება და უბრალოდ ელოდებიან შემდეგ კრიზისს. გადავახვიოთ წინ, რადგან ამჟამად რეგიონში დაახლოებით 36-დან 46,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი არის განთავსებული. ისინი განთავსებულნი არიან 19 სხვადასხვა ობიექტზე და მათგან 8 სრულად მუდმივ ბაზად ითვლება. ამ ქსელის ბირთვს 4 ქვეყანა წარმოადგენს და თითოეულს განსხვავებული როლი აქვს. ქატარი მასპინძლობს ყველაზე დიდ ბაზას და CENTCOM-ის წინასარდლობის პოსტს, სადაც ნებისმიერ დღეს თითქმის 10,000 ჯარისკაცია განთავსებული. ბაჰრეინი მასპინძლობს მთლიანად აშშ-ის მეხუთე ფლოტს, რომელიც პასუხისმგებელია 2,5 მილიონ კვადრატულ მილი ოკეანეზე, მათ შორის ჰორმუზის სრუტეზე, წყლის გზაზე, სადაც მსოფლიოს ნავთობის მეხუთედი გადის. ქუვეითი მართავს მთელი რეგიონის ლოგისტიკას თავისი ბანაკიდან, სადაც 13,000 ჯარისკაცია და საკმარისი აღჭურვილობაა განთავსებული, რომ რამდენიმე ბრიგადა მოკლე ვადაში აღჭურვონ. შემდეგ არიან გამონაკლისები, თითოეული სხვადასხვა მიზეზით. თურქეთი ყველაზე ძველი პარტნიორია მათ შორის. ეს სინამდვილეში არაფერ შუაშია სპარსეთის ყურესთან, რადგან თურქეთი ნატოში ჯერ კიდევ 1952 წელს შევიდა და იქ დაახლოებით 50 ამერიკული ბირთვული ბომბია შენახული. ცივი ომის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ყველა იმ ბაზაზე უფრო ძველია, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. ამასთან დაკავშირებულ სირთულეებზე წინა ეპიზოდებში ვისაუბრეთ. იორდანია კი საპირისპირო შემთხვევაა. იორდანია ამერიკის მჭიდრო მოკავშირეა 1950-იანი წლებიდან, მაგრამ 10 წლეულების განმავლობაში უარს ამბობდა ამერიკელი ჯარისკაცების მასპინძლობაზე, რადგან შიშობდა როგორ აღიქვამდა ამას საკუთარი მოსახლეობა. ეს მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა სირია სამოქალაქო ომში ჩაეფლო და ISIS მეზობლად გამოჩნდა, რო ჩნდა, რის შედეგადაც იორდანია ერთადერთ სტაბილურ ადგილად დარჩა, საიდანაც შეიძლებოდა ოპერირება. დღეს იორდანიაში განთავსებულია ერთ-ერთი იმ მხოლოდ 9 ანტისარაკეტო რადარის სისტემიდან, რაც ამერიკას მთელ მსოფლიოში აქვს, თუმცა ეს სისტემა იქ დაგვიანებით და უხალისოდ მიიტანეს. და რა თქმა უნდა დიეგო გარსია, რომელიც საერთოდაც ახლო აღმოსავლეთში ანდებარეობს. ეს ბრიტანეთის კუთვნილი კუნძულია, ინდოეთის ოკეანეში და ამერიკული სტელს ბომბდამშენებისთვის წინასწარ განლაგების პუნქტად ფუნქციონირებს. ის იმდენად ახლოსაა, რომ B2 ბომბდამშენს შეუძლია იქ შეივსოს საწვავი და სწრაფად ისევ გაფრინდეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბომბდამშენები ამერიკაშია ბაზირებული.
ამასთან ერთად მას თავისი მოუგვარებელი დავაც ახლავს, რადგან დიდმა ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ დათანხმდა, რომ კუნძულის სუვერენიტეტი მავრიკიოსთვის გადაეცა, თუმცა ამავე დროს იგი კვლავ აშშ-ისთვის იქირავა. ეს შეთანხმება ბრიტანელმა კანონმდებლებმა ან წლისთვის ჯერ კიდევ არ დაამტკიცეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ამერიკა ამ ადგილს დიდ მნიშვნელობას ანიგებს. და რა თქმა უნდა, ეგვიპტეც არის 1982 წლიდან იქ განთავსებულია მცირე ამერიკული სამშვიდობო ძალა სინაიში, რომელიც ეგვიპტესა და ისრაელს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას აკვირდება. უმეტესობას ამის შესახებ საერთოდაც არ სმენია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე 40 წელზე მეტია მიმდინარეობს. და სწორედ ასე სურს ეს ამერიკას. ძლიერი ყოფნა რეგიონში, მაგრამ ისეთი, რომლის შესახებაც უმეტესობას არც კი სჭირდება იცოდეს, რადგან ის ინარჩუნებს მშვიდობას და შეკავებას სერიოზული ხარჯების გარეშე. რა თქმა უნდა, ამერიკის ყოფნაზე ამ რეგიონში საუბრისას არ შეიძლება ავღანეთის გარეშე, რომელიც საკმაოდ დიდ კატასტროფად იქცა. შეიძლება მარტივად ჟღერდეს, რომ აშშ-ისთვის ამ ბაზებისა და სამხედრო ყოფნის შენარჩუნება ადვილია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ეს ძალიან ძვირი დაუჯდა. 20 წლის განმავლობაში 2 ტრილიონ დოლარზე მეტი. და როცა აშშ-მ საბოლოოდ დაატოვა ავღანეთი 2021 წელს, თალიბანმა დაახლოებით 10 დღეში მთლიანად დაიბრუნა ქვეყანა. იგივე მთავრობა, რომლის ჩამოსაგდებადაც ამერიკა ომში წავიდა, თითქმის მხისიერად დაბრუნდა ხელისუფლებაში. და ეს ძალიან მტკივნეულია. რა თქმა უნდა, მიზეზი, რის გამოც ამერიკა ავღანეთში შევიდა, იგივე იყო, რაც მთელ ამ ისტორიაში მეორდება. თუმცა შესრულება და შედეგი ცოტა განსხვავებულია. ავღანეთი ტექნიკურად არც კი მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში. ის მსოფლიოს სხვა ნაწილს მიეკუთვნება. ამიტომ ის იმსახურებს სრულ ეპიზოდს და არა აქვს სწრაფად მოხსენიებას. მაგრამ მნიშვნელოვანია სიზუსტისთვის, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს ეს უბრალოდ სტრატეგიაა, რომელიც ყოველთვის მუშაობს. ასე არ არის. მაშ, რატო აგრძელებენ ისინი ამ ყველაფრის ფუნქციონირებას? დავიწყოთ ყველაზე საბაზისო არგუმენტით. იმით, რითაც ეს მთელი ისტორია დაიწყო, ნავთობით. ამერიკა თითქმის აღარ შემოაქვს სპარსეთის ყურის ნავთობი, მაგრამ ეს თითქმის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან დანარჩენი მსოფლიო ისევ ამ ნავთობზე მუშაობს. და გლობალური ეკონომიკა, რომელზეც ამერიკა არის დამოკიდებული, ასევე ამ ნავთობზე მუშაობს. ჰორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში, ოჰაიოში ბენზინის ფასები რამდენიმე დღეში გაიზრდება. მხოლოდ ეკონომიკური არგუმენტიც კი გაამართლებს ამერიკის გარკვეულ ყურადღებას ამ რეგიონში. მაგრამ, როგორც მსოფლიოზე სახელმწიფოსთვის, ეკონომიკისა და მთავარი მოთამაშეების დაცვა აუცილებელია. ქვეყნები უსმენენ ამერიკას, რადგან ფინანსურად მოტივირებულნი არიან. ეს არ არის ის, რაც მარტივად შეიძლება დაკარგო. მაგრამ ნავთობი მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის, რატომ არის ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მნიშვნელოვანი. ეს არ ხსნის, რატომ უნდა იყვნენ ჯარები კონკრეტულად იქ. და სწორედ აქ ჩნდება მეორე არგუმენტი – ტერორიზმთან ბრძოლა. ანუ ირანი, ანუ ისლამური რესპუბლიკა. ირანი კვლავ რჩება იმ საფრთხედ, რომლის შესაკავებლადაც ეს მთელი სისტემა შეიქმნა. მისი ბირთვული პროგრამა, მისი რაკეტები, მისი მილიციები, რომლებიც ლიბანში, იემენში, ერაყში და სხვაგან არიან გაფანტული. ირანი მხოლოდ ირანი არ არის. ის ტერორიზმის ბაზაა, ბრძოლა ისლამური იდეოლოგიური გაბატონებისთვის. ბაზები რეგიონში მხოლოდ საპასუხო დარტყმისთვის არ არის საჭირო. არგუმენტი ისაა, რომ სწორედ ისინი ქმნიან საპასუხო დარტყმის მუქარის სანდოობას, რაც თავდასხმას თავიდან აცილებს. თუ ბაზებს წაიღებ, მხოლოდ სამხედრო რესურსს კი არ ართმევ, არამედ იმასაც, რაც შეკავების მექანიზმს რეალურს ხდის. უბრალოდ სიტყვებით რო ვთქვათ, შეხედეთ როგორ იქცევა ირანი ახლა, როცა შეკავებულია. და თუ ფიქრობდით, რომ ტერორიზმი ცუდია, წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ყველაფერი, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილიყვნენ შეკავებულები. მაგრამ ეს არგუმენტი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ იმ ბაზების მასპინძელ ქვეყნებს ნამდვილად სჭირდებათ ამერიკის დარჩენა. რაც მესამე საკითხს აჩენს. თავად ალიანსები ამ ყოფნაზე არიან დამოკიდებულები. როგორც დასაწყისში ვთქვით, როცა ვაკუუმს ტოვებ, აუცილებლად გამოჩნდება ძლიერი მოთამაშე, რომელიც ამ ადგილს დაიკავებს. და სპარსეთის ყურის ქვეყნები ძალიან სწრაფად, სრულად დამოუკიდებელ და თვითკმარ ქვეყნებად არ გადაიქცევიან. ამის ნაცვლად არგუმენტი ასეთია. ისინი შეიძლება დაიწყონ ახალი ძლიერი მოთამაშის ძებნა, რომელიც დაეხმარებათ და ჩინეთისკენ მიმართონ ყურადღება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, გასვლა მხოლოდ ამერიკის პოზიციას არ ასუსტებს. ის აქტიურად უბიძგებს ამერიკის პარტნიორებს იმ შედეგისკენ, რომლის თავიდან აცილებაც ამ სისტემის შექმნის მიზანი იყო. გახსოვდეთ, ისინი ცდილობდნენ შეეჩერებინათ საბჭოთა კავშირი და კომუნისტური იდეოლოგიების გავრცელება. ეს კი საშუალებას აძლევს რუსეთსა და ჩინეთს ამერიკის ნაცვლად დაიკავონ ადგილი ამ ურთიერთობებში. როცა საქმე ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კატარი და საუდის არაბეთი, რომლებსაც ამდენი ნავთობი და ფული აქვთ, თქვენ რეალური პრობლემა გაქვთ. თქვენ პირდაპირ გააძლიერებდით დასავლეთის მტრებს. ხედავთ, საქმე მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს არ ეხებოდა. ჩინეთი ახლა თავის ნავთობის თითქმის ნახევარს ურის რეგიონიდან იღებს. დღეში 5.4 მილიონ ბარელს მხოლოდ ჰორმუზის სრუტიდან, რაც რუსეთიდან შემოტანილზე ორჯერ მეცაც კი აღემატება. ეს დაახლოებით ნახევარია იმ საწვავისა, რომელიც მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკას ამუშავებს. და რუსეთი, როგორც ამბობენ, ეხმარება ირანს და ამერიკელებზე თავდასხმებში ტექნოლოგიურ დახმარებასაც უწევს. ახლო აღმოსავლეთში ვაკუუმი ძალაუფლებისთვის ბრძოლას იწვევს და სადაც ამერიკა აკონტროლებს, მტერი სწრაფად იჭრება. ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ეს არის სრული სურათი. ეკონომიკური ინტერესი, უსაფრთხოების ინტერესი, ერესი ალიანსების სისტემა, რომელიც ორივეს დასაცავად შეიქმნა და ამ ყველაფერზე გადაფენილი დიდი ძალაუფლების კონკურენცია. ეს არგუმენტი 45 წლის განმავლობაში ძალაში იყო.
თუ ახლანდელ კონფლიქტს დააკვირდებით, დაწყებული ირანის ომით, მიზეზები ზუსტად ისაა, რაც ახლახან ჩამოვთვალეთ. ირანის ბირთვული პროგრამისა და მის უკანდგომი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ბრძოლა, ირანის მიერ 10 წლეულების განმავლობაში შექმნილი მილიციებისა და პროქსების ქსელის დასუსტება, ჰორმუზის სრუტეზე ბრძოლა. რადგან ვინც ამ წყალს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მსოფლიო ნავთობის ნაკადსაც. და დიახ, ამან ფასები მკვეთრად აქანავა და მსოფლიო ეკონომიკაც შეარყია. მაგრამ მიზანია, რომ ეს სტრატეგიული წერტილი არ აღმოჩნდეს იმ ადამიანების ხელში, ვინც მზად არის დანარჩენი მსოფლიო ამით მძევლად აიყვანოს. და ამ ყველაფრის ქვეშ ისევ ის იგივე შიშია, რაც ამ ამბავს თავიდანვე მართავს, რომ ნებისმიერი ვაკუუმი, რომელსაც ამერიკა დატოვებს, ვიღაცა სხვა შეავსებს. სევდიანი ისაა, რომ ეხლა ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც ამერიკელი სამხედროების დააღუპვას იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ აშშ-ში არ უნდა იყოს ჩართული ახლო აღმოსავლეთში, ან რომ ისინი ისრაელის ომს იბრძვიან. ეს არის გულუბრყილობა და გეოპოლიტიკის გაუგებრობა. გადახედეთ ყველაფერს, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ. 1945 წლის ხელის ჩამორთმევა, 3 წლით ადრე ვიდრე ისრაელი საერთოდ იარსებებდა, ეიზენჰაუერის დოქტრინა, რომელიც კომუნიზმის შესაჩერებლად შეიქმნა. კარტერის დოქტრინა, რომელიც ნავთობზე და საბჭოთა კავშირზე იყო აგებული. ბეირუთი, ტანკერების ომი, უდაბნოს ქარიშხალი, ალუდეიდის ბანაკი, მთელი ბაზების ქსელი. ეს ყველაფერი ერთად არის ცდელობა, რომ ამერიკამ გაავრცელოს დასავლური ღირებულებები მსოფლიოში. ეს ესკალაცია არასდროს ყოფილა ისრაელისთვის. ეს ამერიკის ინტერესებისთვის კეთდება და სწორედ ამიტომ ისრაელი ამ ეტაპზე მიმდინარე ესკალაციაში რეალურად არ არის ჩართული. თუ დაფიქრდებით, რას აკეთებს აშშ-ო, ეს მარფოთ საოცარია. მან აქ თავისი ყოფნა შეინარჩუნა. მან თითქმის სრულიად შეშლილი ომი წამოიწყო ირანთან, ძალიან მცირე ტრაგედიებით. და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სიკვდილი ტრაგედია. ამ წუთას ჩვენ იმ საზღვაო ქვეითებზე ვფიქრობთ. მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ მათი სიკვდილი არაფრისთვის იყო, არასწორია. აშშ-ს ყოფნა ახლო აღმოსავლეთში პრობლემების გარეშე არ არის. მე მადალთად არ მჯერა უცხოური ჩარევის. მინდა ვნახო, რომ ისრაელი და სპარსეთის ყურის ქვეყნები თავად იძენენ ძალას, რომ საკუთარი ომები თავად აწარმოონ, გაერთიანდნენ და აღარ დასჭირდეთ ამერიკის დახმარება. აშშ-ის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის არ ემთხვევა ახლო აღმოსავლეთის საჭიროებებს. ეს ჩემთვის სრულიად ნათელია. მაგრამ დღეს აქ იმისთვის არ ვართ, რომ დეტალებზე და დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ. აქ ვართ, რომ საკუთარ თავს შევახსენოთ, რატომ ჩაერია აშშ-ში, რატო არის ეს ომი ახლა მნიშვნელოვანი, რისთვის იბრძვის და რა მნიშვნელობა აქვს ამას. რადგან ეს მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებების დასაცავად, ეკონომიკური სტაბილურობისთვის და ტერორისტული საფრთხეების შესაჩერებლად მთელ მსოფლიოში. მე ვარ აიერ ერიკა დერიკა და მომავალ შეხვედრამდე